საუკუნეების განმავლობაში არქიტექტურას ჰქონდა განსხვავებული ფუნქციები. ესწავლებინა, აღებრძოვანებინა, შთაბეჭდილება მოეხდინა. მერე წარმატებულად განსახლება მოეხდინა ადამიანების. იყო უფუნქციო ხანდახან და ლამაზი, ან მხოლოდ ფუნქციაზე ორიენტირებული. დღეს რა დანიშნულება აქვს არქიტექტურას? ყველა ეპოქაში, ყველა იმ დროში არქიტექტურას თავისი განუყოფელი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა და ყველა იმ ეპოქაში ჰქონდა იმ ეპოქის გამოძახილის ადეკვატური ფუნქცია. ანუ არქიტექტურა პასუხია იმაზე, რაც ხდება გარემოში? ხანდახან შეიძლება არქიტექტურა მათ უკარნახოს გარემო ფაქტორებს, რა უნდა მოხდეს. ძირითადად შეიძლება უფრო ბალანსის ფუნქცია მივცეთ რა, გარე სამყაროსა და ადამიანურ ყოფას შორის, ან გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება ადამიანს. არქიტექტურა ცარიელ სივრცეში ასრულებს მედიატორის ფუნქციას სამყაროსა და ადამიანს შორის. ადამიანი როცა იბადება, არქიტექტურაში იბადება უკვე. სიცოცხლესაც რო ასრულებს, არქიტექტურასთან მჭიდრო კავშირი აქვს. არქიტექტურას ჩვენ არ უნდა შევხედოთ მხოლოდ რაღაცა ძალიან კონკრეტული და მარტივი პრიზმიდან. არქიტექტურა იწყება მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე გრძელდება. ეტაპები არქიტექტურის თუნდაც ფუნდება ხოლმე, როგორც ინსპირაციის წყარო ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის. ჩემი დაკვირვებით ამ ბოლო დროს ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ბრუტალიზმია, რომელიც უფრო და უფრო მეტისთვის ხდება დიდი ინტერესის სფეროზე. ბრუტალიზმს თავისი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა თავის დროზეც, როცა ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა და დღესაც. ბრუტალიზმი არის შთამბეჭდაობას და რაღაც ეს მართლა დიდებულის გარდა არის მიწიერი. პრაქტიკულია და აი მიწაზე დგას რა. გარდა ამ ფაქტორისა კიდე ალბათ ადამიანს მაინც შინაგანად აქვს ის რომ რაღაცა დაცულობის შეგრძნება და რაღაც ციხესიმაგრეში ყოფნის ისეთ გარემოში ცხოვრება ან მუშაობა ან რომ სადღაც თუნდაც რაღაც კლიმატური პირობებიდან იქნება დაცული ან თუნდაც რაღაცა საშიშროებებიდან აი ბრუტალურ გარემოში თუ დაცულობის შეგრძნება აქვს ეკოგარემოში და ბუნებრივი მასალების გარემოში გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ყველა თუნდაც მასალა, თუნდაც ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული, ის უფრო რაღაცა თბილი ადამიანისთვის და ყოველთვის მიისწრაფის აი ესეთი გარემოსკენ. ამათ შორის რაღაცა სიმსუბუქე შეიძლება ვთქვათ რაღაცა მინამ ან რაღაც ტექნოლოგიამ მიიღოს. ერთი პერიოდი მინა ძალიან დომინანტი იყო, ძალიან დომინანტი იყო. მაინც ალბათ ადამიანისთვის აი ეს ზედმეტად გამჭვირვალობა ან ზედმეტი სიმსუბუქე რაღაც პერიოდში მაინც მოითხოვა გარკვეული კორექტირებები. ბრუტალურის ჩვენ არ უნდა აღვიქვათ, რომ მაგალითად 4-ვე კედელი არის რაღაცა მძიმე, რაღაც იმ შეიძლება ერთი რაღაც პირობითად ბეტონის ძალიან კარგი კედელი იყოს და დანარჩენი ქონდას მინის ან ხის ან სხვა რაღაცა მასალის და ასევე იყოს იქ რაღაცა მაქსიმალურად დიდი სივრცე, სადაც ადამიანების გარკვეული ან შეიძლება საერთოდ ერთი ადამიანი ცხოვრობდეს ან ორი ადამიანი ცხოვრობდეს ან მუშაობდეს. ინგლისური ბაღი, რომელიც ადლებს საშუალებას სცენარებს, რომ მაქსიმალურად თავისუფლად გაიზარდონ იქ, სადაც იზრდებიან, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში მოჩვენებითი თავისუფლება, რეალურად ეს დაგეგმილი ქაოსია და ფრანგული ბაღი, რომელიც პრინციპში ფრანგული, ასე ვთქვათ, განათლების ეპოქის ფილოსოფიის გაგრძელება, როცა ეს არის ტოტალური კონტროლი ადამიანის გონებისა ბუნებაზე. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი არქიტექტურა, აი ამ ორი ბაღის მაგალითიდან გამომდინარე, უფრო ინგლისური ბაღის პრინციპების კედი ხდება, როდესაც ცდილობს, რომ ხანდახან შეერწყას პრაქტიკულად გარემოს. ჭიდილია, მუდმივი ჭიდილია ინგლისურ ბაღსა და ფრანგულ ბაღს შორის ესე თუ შევაფასებ. უფრო მე გადავიხრებოდი ჩემი ნება რო იყოს სრულიად, უფრო ინგლისური ბაღისკენ, იმიტომ რომ ბუნებრიობა, შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანად აი ეს ყველაფრის მართვა ან ყველაფრის რაღაც იმაზე მორგება ალბათ საბოლოო ჯამში მაინც მე მივდივართ იქამდე რომ რაღაც შეიძლება მოძველდეს, მოსაწყენი გახდეს. საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ ბუნებრიობა
და ტექნიკური გადაწყვეტილებები ჰარმონიულად მოახდინოს ამის გაერთიანება, შერწყმა, კომფორტი შექმნა ადამიანისთვის, ან ბუნებისთვის, რომელიც მე საშუალებას გაძლევს უკეთესად იცხოვრო. ანუ გაუმჯობესოს ჩვენი ცხოვრების ხარისხი. სამი ისეთი ობიექტი, რომელიც არის სერიოზულად დიდი შთაბეჭდილების წყარო, მუდმივად. პირველი სოფლის უბრალო ხის ოდა სახლი, რომელიც თავის უბრალოებასთან ერთად დიდ შთაბეჭდილებას ქმნის ადამიანის პირველად აღქმაში, თუნდაც ბავშვი, როცა ნახავს პირველად აი სახლს, ის უფრო სხვანაირად აღიქვავს გარე სამყაროს და იმ არქიტექტურას. მეორე უკვე ვთქვათ რაღაც არქიტექტურული, პროფესიული კუთხით თუ მივუდგებით ადამიანმა, რომელსაც უნდა რომ ამ პროფესიაზე ეზიაროს, ჩემი აზრით უნდა მოხდეს ლუქსორში და აი კარნეგის კოლონა და უნდა იხილოს და ამ კოლონებს შორის უნდა მოხდეს, აიხედოს მაღლა და შეიგრძნოს ის სიდიადე, ის უზარმაზარი მასშტაბი და ის ამოუცნობი ტექნოლოგია დღესაც, რომ ამ კითხვაზე ვერ ცემს ადამიანი პასუხს. და თანამედროვე შენობებიდან ეს არის გერის, პრაღის ეგრეთ წოდებული მოცეკვავე სახლი. პროფესიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი შენობაა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და მუდმივი კითხვა რჩება, როგორ, რანაირად და რატომ. სამზარეულო არის ალბათ ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გჭირდება კარგი პრაგმატული გათვლა. არის თუ არა კარგი იდეა, რომ არქიტექტორს თხოვოთ ხოლმე, რომ ჩაერიოს ამ საქმეში. შეიძლება სტუმრად მიიტვიოთ იმ ეტაპზე, როცა აპირებთ ამაზე გეგმას და არაფორმალურ გარემოში რაღაცა მინიმალური რჩევები მაინც. აი ახლა რახან ვართ არაფორმალურ გარემოში, ამ უკვე კარგად დაგეგმილ სამზარეულოში უნდა ვაღიაროთ. აი მოდი ვთქვათ, მაშინ რატომ არის კარგად დაგეგმილი ეს კონკრეტული სამზარეულო? მართლა ძალიან პრინციპში აქ რაღაცას გავაკეთებთ, მე აქ რაღაცას გავაკეთებთ, მე პირდაპირ მოვტრიალდებით ამის გამო? აი ეს უნდა ვიფიქროთ? ერთი არის ის რაღაცა პრინციპები ერგონომიკის, ან გეგმარების, ან რაღაც ესეთი სიზუსტეც, რომელიც მოითხოვს რაღაც ზომას, მასშტაბს, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და მეორე ემოცია. და ის გარემო, სადაც ეს სამზარეულო უნდა განთავსდეს. თვითონ სამზარეულოს სტილსაც აქვს თავისი მნიშვნელობა. აი ეს მარტო გემოვნების საკითხი არ არის. ამ კონკრეტულ სამზარეულოს ჩემი პირადი ემოცია, როგორც არქიტექტორის და როგორც ადამიანური ემოცია ის არის, რომ მინიმალისტური სტილია, მეორე სივრცეა. კარგი განათება საჭიროა, რა თქმა უნდა. ეს არის ფუნქციური დატვირთვა განათებების და ასევე არის დეკორატიული დანიშნულება, რომელიც ესთეტიკას კიდევ უფრო ამაღლებს ამ სამზარეულოს. ამ შემთხვევაშიც ეს არის რომ თქვა ფუნქციური დატვირთვაც კარგად არის და ესთეტიურადაც ძალიან ლამაზია. კარგია რა თქმა უნდა უკან ეს დაბურული გაფანტული ნათება, რომელიც გადასარევად გვინათებს რეალურად სამუშაო ადგილს, მაგრამ აქ რეალურად არის ხელოვნურად შექმნილი დღის სინათლე, თითქოს ფანჯარასთან დგავართ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენ დავუშვათ არ ვართ კერძო სახლში და სამწუხაროდ გარეთ ბაღში ვერ გავიხედავთ. მაგრამ თუ ვართ კერძო სახლში და შეგვიძლია რომ გქონდეს ეკრანი ასეთი და იყოს რეალურად გამჭვირვალე, ნახეთ რა კარგი იდეაა რომ აი ამ ეკრანზე ზედ იყოს თარო. ანუ თავისუფლად შესაძლებელია რომ გქონდეს თან ფანჯარა და თან ეს კედელი იყოს დატვირთული რაღაცა ფუნქციით. კი, ზუსტად ეს არის აი ამ შემთხვევაში, აი ესთეტიკასთან ერთად პრაგმატული და ფუნქციური დატვირთვაც კარგად არის ათვისებული.
აი ეს ჭაღი ინგო მაუერის ჩემი აზრით არის ფანტასტიკური მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შექმნას ობიექტი, მაგრამ თან გაჩუქოს ამ ობიექტის განვითარების საშუალება. ისეთი ამბიცია აქ თავისი რომ დომინანტი გახდეს ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ საგანია და ასე ვთქვათ, უსულოა, სულიერი დატვირთვა აქვს თავის. ეს უსულო საგანი ცდილობს მის გარშემო შემოიკრიბოს ოჯახის წევრები. ჩემ ბავშვობაში იყო გონგორის ძველ გზაზე იდგა ხე, რომელსაც ნატურის ხეს ეძახდნენ და იმაზე იყო შებმული ეს. ხო, რაღაც ემოციას იწვევს იმის, რომ ეს რაღაც ნატურის ხის ის არის, რომელიც რაღაც ძალიან ლამაზია დიზაინში, რომელზეც ახლა შეიძლება ჩვენ ვინახია სახლებში, მე თვითონაც ჩემი შვილების ანუ პატარები იყო, ყველაფერი მოხატული იყო, კედელზე იატაკი, ჭერი, აბსოლუტურად და დიდი ხნის მანძილზე არც ვახლებდი ხელს. ეს ერთ-ერთი კაი გადაწყვეტაა, რომ თან ეს ცვლადია და რაღაც ისეთი ის არის. ასევე შეიძლება რაღაც სურვილები ჩამოწერო. მე უფრო პრაგმატული მასში შეიძლება დაუწერო, რომ მოიტანე პური, საყიდელია კარტოფილი, არ დამავიწყდეს საფარი მაკროში. ნამდვილად მულტიფუნქციური. მულტიფუნქციური, ანუ აი რა დატვირთვაც აქ მაცივარს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ის ფუნქცია აქვს თავის თავზე აღებული. ნუ ასევე შეიძლება სუვენირები, მაგნიტებიც დაამაგრო იმაზე. ნუ აი ძალიან ესეთი გვაჩუქა იდეა პრაქტიკულად. ანუ მოგცა ინსპირაციის დიდი წყარო, მოგცა დიზაინი, როგორც სულიერი, ასევე არასულიერი და მოგცა შესაძლებლობა, რომ აი უამრავი ფუნქცია შეიძინოს პოეტები მაგალითად დაწერენ თავიანთ ლექსებს, სტროფებს. აი გალაქტიონს რო ქონოდა ეს ჭაღი, უფრო მეტი შემოქმედება შეგვჭებოდა რაღაც. ალბათ ნემსები პრაქტიკულად, რომელიც არის ჩარჭობილი ან ძირითად სტრუქტურაში. ხო, არის ბოლოს წითელი და აი რაღაც პატარა ეს თითქოს პაწაცინა, ხო, გრაფიკულია, მაგრამ თან ეს პატარა შტრიხი ძალიან სტანდარტავია, როცა მით უმეტეს ახლა. ძალიან დახვეწილისა, ძალიან მარტივია, თან გაძლევს იმას, რომ ეს ამ რატო არ მომაფიქრდა აქამდე. უმარტივესია, მაგრამ ძალიან უზადო დიზაინია და ბრავო მის ავტორს კიდევ ერთხელ. ყველა კარგი დიზაინერული ნივთი, ამ შემთხვევაში ეს არის მოროზოს მიერ შექმნილი ძალიან კარგი სტელაჟი, რომელიც არის ნახევრად გამჭვირვალე, მე მგონი გვაძლევს რაღაცა თავისუფლებას, იმიტომ რომ აი აქ ამ შემთხვევაში შეიძლება დავხუროთ ეს მხარე, გავაღოთ მეორე მხარე. ერთი იყოს მთლიანად ყრუ კედელი, ან იყოს აი ესეთი გამჭვირვალე. სუპერ კარგი იდეა, მაგრამ ხო არის ეს რაღაცა კედლის ალტერნატივა? რა თქმა უნდა. დიზაინის არსიც ეგ არის, რომ ყველაფერი მარტივიდან შექმნას ფუნქცია, შეახამოს ესთეტიკასთან. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი და მსგავსი გადაწყვეტილებები ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს და თან ძალიან პრაქტიკული და ფუნქციური დატვირთვა აქვს. გაძლევს რაღაცა გენიალურ ქმნილებას და გიტოვებს იმის საშუალებას, რომ შენც მიიღო მონაწილეობა. თან ავტორად გრძნობ თავს და ეს თუნდაც იმ სივრცის ინტერიერის მოწყობაში შენც რაღაცა წვლილი გაქვს მიღებული. თუმცა არქიტექტურაც ხო ასეა, როცა ასრულებ შენობას და ადამიანები შედიან შიგნით და იწყებენ ცხოვრებას, ის ხომ მთლიანად იცვლება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ზუსტად ეგ არის, აი ფუნქციაც ეგ არის არქიტექტურის, დიზაინის და პროფესიონალიზმიც მაგაში გამოიხატება, რომ შენ შეიძლება რამე დასრულებული შექმნა, მაგრამ იმან უნდა გააგრძელოს სიცოცხლე. ის არის ზუსტად კარგი დიზაინი, რომელიც გაძლევს ამის საშუალებას.